სტიქია კახეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ახმეტაში 50-მდე საცხოვრებელი სახლისა და კომერციული ობიექტის ჭერი დაზიანდა. ძლიერმა ქარიშ ხალმა სახურავი გადახადა ახმეტის კულტურის სახლს, სოფელ ქისტაურში საჯარო სკოლის შენობას და სოფელ მატანში სპორტდარბაზს. ქარმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები დააზიანა, ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები. აგრეთვე თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. რეგიონში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ზარალს ითვლის. ჩამოშლილი, ჩამონგრეული ყველაფერი, არაფერი არ ეშველება, ახლიდან არის გასაკეთებელი ყველაფერი. ჭერია ჩამოშლილი, იატაკია ჩამოშლილი, ყველაფერი, რა ვიცი, თუ რამე არსებობს, ყველაფერია ახლიდან გასაკეთებელი. კედლებიც კი სულ ახლიდან არის გასაკეთებელი. ძველი იყო ყველაფერი, გუბეები იდგა სულ ყველგან. დამტრეული იყო და რა დაამტრია, არ ვიცი, აქ სულ ყველაფერი იყო ჩალეწილი, ალბათ ქარის გამო. და რა ვიცი, აი დასვევდა ყველაფერი, გავიტანეთ სულ ყველაფერი გარეთ. მაცივრებია გამორთული, ზარალია თავისთავად, ეხლა იქ ყველანაირი პროდუქტი გაფუჭდება. წუხელგეთვეთ რომ იყო საშინელი ქარი, სუდი ამინდი, დენით ჩაქრა, დილას რომ გამოვედი, საერთოდ არ ვიცი, საშინელება დამხდა, ელექტრობოძები არის წაქცეული, სახურავები არის გადახდილი, სახლებია დაზიანებული და რომ მოვედი სამსახურში, ხო საერთოდ კიდე სახურავი არის გადახდილი, დენი არ არის, შესაბამისად უკვე დენიდან მერე წყალის მოწოდებაც და ხელი გვეშლება ძალიან მუშაობაში. რაც მე იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი მთავრობა ყველა ღონეს მიიღებს და ხედავ რომ მუშაობენ და ყველაფერს გამოასწორებენ ძალიან მალე. გუშინდელი სტიქიის შემდეგ ყველა შესაბამის სამსახურები გამოცულები იყვნენ. პირველ რიგში მოხდა სავალი ნაწილების და გზების გასუფთავება მოგლეჯილი ხეებისგან, ამის შემოგვიდით უკვე ადრე შექმნილი კომისია რამოდენიმე ჯგუფად უკვე გასულები არიან სოფელში და ახმეტაში და ხდება ამ ზარალის აღწერა. ჩვენთვის წინასწარი, ასე ვთქვათ, მონაცემებით, რომელიც ჯერ ისევ დასაზუსტებელია, სანამ ეს კომისია არ მოbrunდება და ეს მონაცემებს არ მოგვიტანს დაახლოებით 50-მდე საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს დაზიანებული, სახურავები უმეტესწილად, ასევე მატანში სპორტდარბაზის სახურავი გადაგვიხადა, სოფელ ქისტაურში სკოლას გადახადა სახურავი, ასევე დაზიანებული ახმეტის კულტურის სახლის სახურავი. მრავალ ბინიანებიდან, ასე 20 ბინიანებს ვეძახით აქ ორივე კორპუსზე ერთ ნახევრად და მეორეს ნაწილობრივ გადახდილი აქვს და რა ვიცი, დღის ბოლომდე უკვე დეტალურად გვეცოდინება შედეგები ამ ზარალის.